მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ახლა ალექსანდრეს სინავს ცოტა სახლის მივალაგე რაღაც საქმეებიდან გამომდინარე და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა გამახსენდა, რომელიც შეიძლება მე ვერ მოვიცალო და ამისთვის დრო ვერ გამოვნახო და ვერ ჩავწერო, ამიტომაც ეს ვიდეო ეძღვნება იმას, რა არ უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს, ან ზოგადად ნებისმიერ ჩვენთვის ძვირფას მნიშვნელოვან ადამიანს 2026 წელს. პირველ რიგში ამ რიცხვს მიეკუთვნება, არ ვიცი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ცარიელი საფულე. თუ ადამიანს აჩუქებთ საფულეს, ეგ შეიძლება, მაგრამ ცარიელი საფულე არ უნდა აჩუქოთ ადამიანს. უნდა აჩუქოთ ან ერთფლარიანი რო იდოს, ან ხუთფლარიანი რო იდოს, $1 უკეთესი ალტერნატივაა ყველაზე მეტად. ამიტომაც ცარიელ საფულეს არ ჩუქნით ადამიანს. მეორე რიგში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ყოველთვის და ყველა წელიწადს არის ის, რომ საათი. საათი თითქოს დროს აჩერებს თქვენს და თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს შორის, ამიტომაც ნუ აიტკივებთ, აუტკივართ თავს და მით უმეტეს საათს ნუ აჩუქებთ. აი თუ მაინც და მაინც გინდათ რომ საათი ანუ კონდეს თქვენგან სამახსოვროდ, მაქსიმუმ შეგიძლიათ რომ ადამიანს თუ მას უნდა საათი უეჭველად, ჩაურიცხოთ თანხა და თავის სახელზე იყიდოს, ანუ ეს ჩუქება რო არ გამოვიდეს ყოველ შემთხვევაში, თვითონაც დაამატოს რაღაც კონკრეტული თანხა. მესამე აუცილებელი ფაქტორი არის სარკე. რატომ არ შეიძლება რომ სარკე ვაჩუქოთ ადამიანს? იმიტომ რომ სარკე აი ესე ერთად აღებული, ოკეი, ნორმალურია. ხო, თმა სველი მოხდა არ შეიმჩნიოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სარკე რო გატყდება, თითქოს ურთიერთობასაც ზარი უჩნდება ენერგეტიკულად. ამიტომ არ გჭირდება ეს მსხრევადი, მტვრევადი, მინა იქნება თუ რამე ჭურჭელი, ანუ არ გინდათ სარკიდან დაწყებული. მაგრამ ყველაზე რთული არის სარკე, იმიტომ რომ სარკე ყველაზე მეტად ირეკლავს ჩვენს ნეგატიურ ენერგიას, ჩვენ მასში ყოველდღიურად ვიხედებით და შესაბამისად, ნუ არ არის კარგი რეკომენდირებული და სარკესაც ნუ აჩუქებთ. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ის ფაქტორი, რომ არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს ამ ახალ წელს, სხვა დროს შეგიძლიათ აჩუქოთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ახალ წელს არ აჩუქოთ რაღაც ისეთი ნივთი, რომელიც თითქოს სხვა ადამიანმა გაჩუქათ, ანუ სხვა ადამიანის ენერგეტიკით თქვენ დამირეკეს და გაითიშა, ასევე მნიშვნელოვანია რომ არ აჩუქოთ მაკრატელი, იმიტომ რომ თითქოს ამით გადაჭრით რაღაც ძალიან ბევრ კარგ მომენტს თქვენ ცხოვრებაში და შეემცირებს თქვენი ერთად ყოფნის დროს, დამჭკნარი კი არა და ხელოვნური ყვავილები არ უნდა აჩუქოთ და ასევე არ უნდა აჩუქოთ სანთლები. მადლობა ყურადღებისთვის და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. კი, მოგილოცავთ 8000 მილიარდჯერ მანამდეც, მაგრამ აიც. ბაი.